დავბრუნდით ეთერში ძვირფასო ტელემაყურებლებო, ძალიან საინტერესო თემით ვსაუბრობთ კვირა დღის მნიშვნელობაზე. თუ რა მნიშვნელობა აქვს მორწმუნე ადამიანისთვის კვირა დღეს და როგორ უნდა ცხოვრობდეს, სწორედ ამ თემაზე გვესაუბრებიან ჩვენი სტუმრები, ჩვენი ერთგული მაყურებელი კარგად იცნობს წყნეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი, ამჯერად თავის ოჯახთან ერთად გვესტუმრა. დაგუცით მამა. მოგესალმებით, მშვიდობა მამაო, დაგუცით. მე წარვადგენ ასევე ქალბატონ სალომე ივნაძეს, მამაოს მეუღლეს და ბავშვების სახელებს ჩამოვთვლით თინათინი, თეკლა, ნიკოლოზი, იოანე, დავითი და ერეკლე. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები, ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა ყოველთვის და განსაკუთრებით საინტერესო ხოლმე მამაო საუბარი ბუნებრივია. თუმცა ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ კვირა დღის მნიშვნელობაზე მამაო და საინტერესო იქნება თქვენი როგორც სასულიერო პირის მოსაზრება. ვიცით რომ უფალმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა კვირა დღეს წმინდა დაცვას და აი რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს და როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ადამიანის კვირა დღე. ზოგადად თვითონ ერთი დღე უფალმა გამოყო ღვთისმსახურებისათვის. როდესაც ღვთისმსახურებაზეა საუბარი, აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ღვთისმსახურების დროს ადამიანი სარგებელს ღებულობს თვითონ და არა უფალი. უფალი ამბობს, რომ ყოველმა კაცმა ქნას 6 დღეში თავისი საქმე კეთილი და მე-7 დღე წმინდა ყოს. თავისთავად და ეს ძველ აღთქმაში იყო დღე განსვენების ანუ შაბათი და შემდგომ როდესაც მაცხოვარი აღსდგა და აღდგომა გახდა ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, ყველაზე მნიშვნელოვანი ორიენტირი, აქედან გამომდინარე კვირა ერთ შაბათი დაერქვა სახელი კვირა და იქცა დღე უფლისათი. რადგანაც აღდგომა არის თავი და სასოება, როგორც პავლე მოციქული ამბობს ჩვენი რწმენისა და აღდგომა არის შემარიგებელი, ჩამაბრუნებელი მოვლენა ადამიანისა ღმერთთან. და ეს სწორედ ამ დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმადლობდეთ ღმერთს, უნდა ვადიდებდეთ ღმერთს, თუმცა ყოველთვის, როდესაც კვირას ჩვენ უფალს მივუძღვნით, ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ სულს მივუძღვნით. ანუ 6 დღის განმავლობაში ჩვენ მიწიერ სარბიელს გავდივართ, რომელიც აუცილებელი ყოფით საკითხებს ვაწესრიგებთ, მაგრამ მე-7 დღეს უკვე ვზრუნავთ სულზე, რომელიც უმთავრესია. საინტერესო რამ არის, რომ უფალი თვითონ მოწყალებით გვექცევა, რომ არ გვეუბნება, რომ 6 დღე ჩემთვის და 1 დღე თქვენთვის, არამედ 6 დღე იყოს თქვენი ყოველდღიური რაციონალური, ყოველდღიური ყოფითი საკითხებისთვის, მაგრამ მე-7 დღე იყოს უფლისთვის, ანუ ადამიანი იყოს მარადიოლობისთვის ორიენტირებული, მარადიოლობაზე ზრუნვისთვის ემზადებოდეს თავის სულს და ამგვარად თავს შეახსენებდეს. და თუნდაც მადლობდეს იმ 6 დღეს, რომელიც უფალმა მისცა. ყოველი კვირა დღე განსაკუთრებული ალბათ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტაძარში დადიან და წირვას ესწრებიან. ბუნებრივია, მეოთხე ცნებაში არ წერია კონკრეტულად წირვაზე დასწრება, თუმცა ეს თავისთავად იგულისხმება. ამასთან დაკავშირებითაც კითხავთ, ჩვენის კითხვაც გქონდა შაბათი თუ რატომ ეწერა იქ და როგორ არის დღეს კვირა დღე. ეს თქვენ უკვე განმარტეთ მამაო და ამასთან დაკავშირებით კითხავთ უშუალოდ კვირა დღეს წირვაზე დასწრებას და მის მნიშვნელობას. ლიტურგია თვითონ არის მოვლენა, როდესაც ჩვენ ღმერთს უერთდებით. ცალსახად უნდა მორწმუნე საზოგადოებას კარგი იქნება რომ განვმარტოთ, რომ ლიტურგიაზე დასწრება ეს არ არის რაიმე სანახაობაზე დასწრება, სადაც უბრალოდ ადამიანი რაღაც დადებით ემოციას მიიღებს. ლიტურგიაზე დასწრება ეს არის ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან და თავისთავად აუცილებელი გარდაუვალი ნაწილი არის ზიარება. ევქარისტიულ კავშირში მონაწილეობა, როდესაც ჩვენ ამით ღმერთს უერთდებით, რადგანაც უფალი ჩვენთვის ზვარაკად შეიძლება ყოველ ლიტურგიაზე, ყოველ წირვაზე და ის ზვარაკი გამზადებულია ჩვენთვის, მოწოდებული ვართ ამისთვის. ეს დაახლოებით ესეთ ხალხურ ენაზე რომ გადმოვიტანოთ, ამგვარი რამ იქნება სტუმრად რომ დავგვადიჯონ, დღეობაზე მივიდნენ, ჩვენ წინ სუფრა დაგვიგონ და ამ დროს ჩვენ გამცალკევდეთ სუფრას. არ შეუერთდეთ მის დღესასწაულს, მასპინძლის დღესასწაულს არ შეუერთდეთ და ცალკე დივანზე სავარძელში მოვკალათდეთ და განაპირებულნი მხოლოდ სეერის მაყურებელნი ვიყოთ. ეს ამ შემთხვევაში სტუმართმოყვარეობის დაუფასებლობა იქნება, უპატივცემულობა და აი, როდესაც წირვაზე მივდივართ, ვალდებულნი ვართ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მიზეზი არ არის, აბსოლუტურ სამზადისში ვიყოთ ზიარებისთვის.
და სწორედ ზიარებით ხდება ჩვენი ღმერთთან შეერთება, ჩვენი განწმენდა, ჩვენი გარკვეული საფეხურებრივი ამაღლება, კიდევ ერთი საფეხურით მიახლება ღმერთთან. ეს უკვე ინდივიდუალურად ადამიანზეა დამოკიდებული, რომ თითოეულ ზიარებაზე, თითოეულ სვლაზე რამხელა ნაბიჯი გამოსდის საკუთარ თავში, რამდენად მიუახლოვდება ღმერთს, ეს უკვე ცალსახად მასზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ მოვემზადოთ შეგნებულად შედეგობრივი იყოს ეს ყოველივე, ანუ თანამოაზრენი ვიყოთ, უფლისა თანამოზიარენი ვიყოთ საღვთო სულისკვეთებისა და შემდეგ ვეზიარებოდეთ და ამითი უკვე ჩვენ ღმერთთან კავშირი გვაქვს. და ზიარება კი ალბათ ყოველთვის ნათელი ფორმაა, რას ნიშნავს? ის არის გამწმენდელი მსხვერპლი, ის არის ჩვენი ღმერთთან დამაკავშირებელი განმაღვთობელი. ამდენად ვალდებული ვართ, არა უბრალოდ ცალსახად წირვაზე წავიდეთ, არამედ მთელი არსებით, მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდეთ, არა მხოლოდ შაბათ დღეს, არა მხოლოდ შაბათ საღამოს ლოცვის მსახურებაზე, ცალსახად მარტო იმ დროს ზედაპირული აღსარებით მომზადებით, არამედ მთელი კვირა იმ არსებით, რომ აი მე დღეს ვეზიარებ, დღეს კვირა დღეა, ლიტურგიიდან გამოვედი, მომდევნო ლიტურგიამდე რა სარბიელი უნდა გავიარო, რომლითაც მე უფალამდე კიდევ უფრო ავმაღლდები, რა მაქვს დასახვეწი, რა მაქვს სრულყოფილებისთვის გასავლელი, რა არის ჩემ თავში უფრო მეტად მოსაწესრიგებელი, ასამაღლებელი, რომელი საქმეებაა განსამტკიცებელი, რომელი ქმედებით უფრო თანავეზიარები ღმერთს. და სწორედ აი ამ სულისკვეთებით მთელი შინაარსით, როდესაც ჩვენ წარმემატებით მივდივართ შინაგანი განწყობით, შინაგანი პროცესებით, ფიქრით, ამ ჩვენ უკვე მივდივართ მერე ტაძარში და უკვე ექვარისტიულ კავშირში შეგნებულად მონაწილეობას ვხდებით. მამაო, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ კვირა დღეს ან მუშაობთ, ან მთელი 6 დღე მუშაობდით და შემდეგ ერთი დღე გვაქვს დასვენების და ვერ ვახერხებთ ეკლესიაში, ტაძარში წასვლას, წირვაზე დასწრებას. რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება და აი ამის შესახებ რომ გვესაუბროთ, როგორი უნდა იყოს ქრისტიანის კვირა დღე? ყველასთვის ძალიან ბევრისთვის არის რეალურად ის პრობლემა, რომ 6 დღის განმავლობაში დამამძიმებელი, ხშირად დამამძიმებელი შრომის გამო ძნელია განტვირთვის გარეშე ყოფნა. თუმცა ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამისი მოგვარება მეტნაკლებად შესაძლებელია, თუნდაც წინა დღეს ოდნავ ადრე დასვენებით და თქვათ იმ დღეს თუნდაც შაბათ საღამოს ტელევიზორს ცოტა ადრე მოშორდეთ, ორგანიზმმა დაისვენოს ფიზიკურად აქტივობისთვის, ელემენტარულად, ემოციურად, გონებრივად ადამიანი დასვენებული აღმოჩნდეს და შემდეგ უკვე ლიტურგიაზე მიდიოდეს და კვირას მას უკვე შეუძლია მოისვენოს. ეს ადამიანზე არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, საჭიროებას წარმოადგენს ფიზიკური განტვირთვა, თუმცა ამისი ფორმა, ამისი სახე ეს ადამიანს უკვე შეუძლია რომ თავად მოაწესრიგოს. ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამგვარი უდებებით სულიერ მარადიულობაზე, სულიერ საკითხებზე, საჭიროებას დავივიწყებთ, ამითი ჩვენ საუკუნო განსვენებას მოწყდებით. წუთიერ დასვენების სურვილში საუკუნო დასვენებას დავივიწყებთ. მამო, ასე უნდა გითხოთ. შემოკრიბავ, მოდი ჩემ. ბავშვის განსაკუთრებულად მოეწონა სტუდია და თან დაათვალიერეს. ქალბატონ სალომეს მინდა ვკითხო მე, როგორც მრავალშვილიან დედას, როგორია ხოლმე თქვენთვის აი მზადება კვირა დღესთვის? კვირა დღეს დილით მამო სამი უფროსი მიყავს წირვაზე. პატარები ჩემთან რჩებიან, მე ვამზადებ და შემდეგ მივდივარ ზიარების დროს ვაზიარებ, მთელი ოჯახი ვეზიარებით ყოველ კვირას. შემდეგ სახლში ბრუნდება, მეცადინეობთ, კითხულობთ განწიგნებს. ამ დღეებში ჩვენ არ დავყავს წლებზე ბავშვები, რომ არ დაიტვირთონ და ერთად ვიყოთ შაბათ კვირას. ვატარებთ ამ შაბათს. დაიწყებული ძალიან მხიარულებაა ხოლმე თქვენთან იმიტომ, რომ ბავშვები პატარები არიან და ბუნებრივია. ერეკლი ყველაზე მხიარული აღმოჩნდა. და თან მოეწონა მე მგონი ჩვენ სტუდია დაათვალიერა დეტალურად. მამო, დამეთანხმებით ალბათ, რომ ბავშვებისთვის ძალიან რთულია, ვერ ვიტყვით რომ ძალიან, მაგრამ რთულია დილას ადრე ადგომა, ტაძარში წასვლა და შემდეგ საათობით იქ დგომა და მოსმენა ლოცვისთვის, ხო? მე ვიძახი პატარა ბავშვებზე 10 წლამდე ალბათ. აი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ამის მოგვარება და ასევე როგორც ვიცით არსებობს საკვირაო სკოლებიც, ხო? მაგაზე მე გიპასუხებ და გავიხსენებ ერთ მე-20 საუკუნის ძალიან დიდ ადამიანს, რომელიც
ჩვენმა ეპოქამ რატომღაც არ დააფასა და გარეთ ვეძებთ ხოლმე მასწავლებლებს, რეკომენდატორებს და ასე შემდეგ და ჩვენ საქართველოში ყავს ესეთი ძალიან დიდი ცნობილი ფიგურა დიმიტრი უზნაძე, რომელსაც კიდე განწყობის თეორია დაწერილი. განწყობის მიხედვაზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. რეალურად ჩვენს ოჯახში ეს პრობლემა არ არსებობს. დილით ადრე ადგომა, საკმარისია მე თავისთავად 9 საათით ადრე მაინც უნდა მივიდე ლიტურგიისთვის, რომ გავამზადო ყოველივე, შესაბამისად უფრო ადრე მიწევს წამოდგომა, საკუთარი თავის გამზადება, შესაბამისად პირველი სამეულის მომზადება. საკმარისია ყურში ერთი ჩარჩურჩურლება, ისინი იღვეძებენ, ანუ განწყობილნი არიან ამისთვის. ჩვენ წინასაღამოს შაბათს ვისვენებთ ამისთვის, ანუ წირვის წინა დღეს ვისვენებთ, შემდეგ ჩავჩურჩულებთ, ისინი ჩვეულებრივად იღვეძებენ, დგებიან, მოდიან. უფროსები წირვაზე თავისთავად უკვე როგორც დიდები დგანან. პატარებს ხელს უწყობთ, რომ მათთვის ახლა ის აბსოლუტურად გაუგებარია იქ არსებული მოვლენა, მხოლოდ და მხოლოდ ზიარების დროს დგანან წესრიგში და მოთმინებით ელოდებიან ზიარებას და სეფისკვერსაც, ეს მათი სანუგვარი არის და ამ შემთხვევაში ან მშობელთან, ან ეზოში ხდება მათი ყურადღების გადატანა, გამტვირთვა. არ წარმოადგენს ეს სირთულეს. ყველაფერი დამოკიდებულია ოჯახში რა ატმოსფერო არის. თუ თავიდანვე ბავშვი ამას შეეჩვევა, თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ბავშვს 7 წლამდე, 6 წლამდე ყველაზე ისეთი ძალიან მკაცრი კანონი იქნება 3 წლამდე, არ მოეთხოვება უჭმელობა, ანუ თქვათ პატარა ბავშვები შეიძლება დილით ადრე საუზმობდნენ სახლში და რადგანაც წირვა სადღაც 2-3 საათი გრძელდება და ამ დროს 11-12 საათამდე მისი ორგანიზმისთვის ძნელია ეს ყველაფერი გაძლოს, ზოგადად ბავშვებს არ მოეთხოვებათ აბსოლუტური მარხვით, ანუ უზმოდ მოსვლა და დასაშვებია რომ მიიღონ. ჩემები ამ რეჟიმს იმდენად არიან მიჩვეულები, რომ მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. განწყობილნი არიან, რომ ისინი ჯერ უზენაესთვის, ზიარებისთვის მოდიან და შემდეგ ჩვენ პირდაპირ ყველა ერთად ვსადილობთ. ეს ყველაფერი განწყობაზე არის დამოკიდებული და ყოველი მოწმუნე თავისთავად თავიდანვე უნდა იყოს, რა თქმა უნდა 6 დღე ვშრომობთ, მაგრამ იმ 6 დღის განმავლობაში მთელი სრული ოჯახით განწყობილი უნდა იყოს ლიტურგიული მზადებისთვის და შესაბამისად ეს განწყობა უკვე ქმნის იმ ყოველივეს, რომლითაც ეს საკითხები, ტექნიკური საკითხები ადვილად რეგულირდება. ჩვენს გვაქვს დაგმტვირთული დღეები, ანალოგიურად ჩვენც ისეთივე ოჯახი ყავს, როგორც სხვებს, ჩვენც დავდივართ სკოლაში, მასწავლებლებთან, თქვათ, სხვადასხვა წრეებზე და შესაბამისად ის 6 დღე, როგორ გითხრათ, არანორმალური დაგმტვირთულობა. ჩვენთვის შაბათ-კვირა იმდენ მეორე საკითხიც არის მნიშვნელოვანი, რომ ოჯახის სრულად შეკრების, ანუ ურთიერთმოცალეობის დღე არის და ამიტომ ჯერ კაცრად ცალსახად უფლისადებლად მივდივართ, შემდეგ კონკრეტულად როგორც მეუღლე მახსენა, რომ ჩვენ შაბათ-კვირას არც ერთ წრეზე არ დავდივართ. ამ დროს ოჯახი ეკუთვნის ერთმანეთს, ჩვენ ერთმანეთს უხდომთ ამ დროს და მზადება თუნდაც რითი გამოიხატება, რომ წირვაზე წასვლის წინ აი ჩემთვის არსებული დღემდე სამაგიდო სახელმძღვანელო წიგნად ითვლება იაკობ გოგებაშვილის საღვთო ისტორია, რომელსაც ყოველ საღამოს ვცდილობთ, რომ თითო თავი წავიკითხოთ. გარდა არსებული სხვა ლიტერატურისა, აი საღამოს, რომელთაც უშუალოდ ღმერთზე ორიენტირებული ხდება ადამიანის ცნობიერება და ამითი ესენი კიდევ ერთი პატარა ნაბიჯით ემზადებიან. აბა ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა ყოველთვის. თუმცა ბავშვები პატარები არიან და ცოტა ბუჭირთ, ბუნებრივია ერთ სივრცეში ეს გაჩერება და ჩვენ დიდხანს აღარ შეგაყოვნებთ. რა თქმა უნდა, ყავგელოდებით ბევრი საინტერესო თემით. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მე მაყურებელს შევახსენებთ, ეკანოზე ნემან პიროსმანაშვილი იყო თავის ოჯახთან ერთად ჩვენი გადაცემის, ჩვენი რუბრიკის სტუმარი. გვიხარია რომ მოგზადით, გაგვიხარდა თქვენი გაცნობა, გვინდა რომ ყველას წარმატება გისურვოთ და დაგემშვიდობებით დაგვეცეთ მამო. ერთმა მშვიდობა მოგცეთ, სიკეთე გქონოდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს რომ უფალი უპირატესია. დიდი მადლობა კვირა დღის მნიშვნელობაზე.